აი Regocios, იმ ეკლესიას, საიდანაც მოგრძანდა, სადაც მიგრძანდება, ასევე შეეცეს. და მადლობას ვუხდით ილიას, რომელმაც თავს იდვა შუამდგომლობა და ასე გადააბრძანა, მიაბრძანეს ეკლესიებში, სხვადასხვა ეკლესიაში და ასევე ჩვენთან მოაბრძანა. ეს დიდი პატივი იყო ჩვენთვის. გაჩერდა წმინდა ენოს ხატი რამდენიმე ხნით ჩვენს ეკლესიაში, ვილოცეთ მის წინაშე, გადავიხეთ პარაგლისები, ხალხი ემთხვია, წყალობა და მადლი წმინდა ენოს მეუღებით ხდის. მადლი ჩემგეზია და მოგეცე. ჩვენ მადლობას ვცემთ. აი ამ ასეთ საქმიანობას ვიწონეთ, რა თქმა უნდა, უკალე მოწალია და წმინდა ენო კლავაც დადის. აქ არის მხოლოდ ერთი სათქმელი, რომ ის ადამიანის, ვის შუამდგომლობს ამ საქმეს, ეს არის ასე ვთქვათ, ამ დიდი ყვაწლის თანასწორი არის, რასაც აკეთებდა წმინდა ენო, ეს მისი შუამდგომლობით, ასე დამზადდება ეკლესიებში და აბს წმინდა ენოს მადლს ფერს თითოეულ მორწმუნეს. ეწეოდეს. დიდი მადლობა. ყველაზე დიდხანს ამ ტაძარში. ესაც შემთხვევით არ არის მადლობა, მადლობა წმინდა ენოს. დიდი მადლობა მომაურო. დიდი მადლიანი და თბილი მასპინძლობა.
ხატი შეიქმნა კალაურის ტაძრისთვის. 10 წელია ამ ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს და ბოლოში ვერ გავედით ჯერჯერობით და ამ ხატის მადლით ჩაფიქრებული იყო, რომ ამ ხატის მადლით გაკეთდებოდა ეს ტაძარი. ამ მიზნით შეიქმნა ეს ხატი და აგერ დაბლა აქვს წარწერა ხატს, ყოვლად ნეტა რომ ტკბილო დედაო დაიფარე და მართლმადიდებლობით განანათლე სოფელი კალაური მაშინავ ცხოვრობდა სრულიად საქართველოს. ეხლა ხატი შექმნა თეიმურაზ ანჯაფარიძემ. ხატი არის ორიგინალური, სულ ახალი ესკიზი შეიქმნა. და ამ ხატის მადლით ვჯერა რომ ძალიან მალე გაკეთდება ჩვენი ტაძარი, ჩვენი სოფლის ტაძარი. და ისევ აღდგება უსისხლო ხელშეწირვა, რომელიც საუკუნე ნახევარია თითქმის ჩვენ სოფელში არ ყოფილა. ამ ხატმა მოილოცა ტაძრები, სიონის ტაძრიდან დაიწყო, შემდეგ სანდებოდა ხეთის ცხოველში. შემდეგ დედათა მონასტერში სამთავროში იყო. მე მიდაინოს დედათა მონასტერში იყო სამთავროში. შემდეგ გადმოაბრძანეთ სამების საკათედრო ტაძარში თბილისში. იქიდან გადმობრძანდა რუსთავში, საიდანაც ახლა წამოაბრძანეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. მამა და უნდა აღინიშნოს, რომ მამა გიორგიმ დიდი სიყვარულით და დიდი სითბოთი მიიღო ეს ხატი და როგორი მადლიანი და თბილი მოძღვარიც არის, ეგეთი მადლიანი და თბილი მასპინძლობა გაუწია ჩვენ ხატს და მადლობას ვუხდი მამა გიორგის ამით. აქედან ბოდბედან უკვე ღვთისწყალობით და ღვთისმშობლის კურთხევით და წმინდანოს შეწემიდალოთით ხატს გადავაბრძანებთ კალაურში, თავის ტაძარში. ფეხით იქნება ეს მკვლელობა და შემდეგ იქიდან ჯერ არ არის ტაძარი ნაკურთხი. და ტაძარი სანამ იკურთხება, მოივლის მრევლის სახლებს მოივლის და მოილოცავს მრევლის. მე ტაძარი გაიკურთხება, დაბრძანდება თავის ტაძარში იქნება და შეეწევა ჩვენს ტაძარს, გააძლიერებს ჩვენ სოფელს და სრულიად საქართველოს. რაც ძალიან გჭირდება ახლა. ეცულოვნება, გაძლიერება და ეს ყველაფერი იმისთვის არის ზუსტად გაკეთებული და იმისთვის არის ჩაფიქრებული, რომ რაღაცამ კეთილი მარცვალი დავთესოთ. აგერ სტუდია გუთანი კეთილ კვალს აკეთებს, ავლებს და ჩვენ კიდე კეთილ მარცვალს დავთესავს და რა ვიცი, ლოგი დაგვინახავს პატარა ბავშვები, რაც თავარია პატარები დაგვინახავენ და მოგვბაძავენ ალბათ. და ეს გადაარჩენს საქართველოს ჯერა დედანინოს ლოცვა კურთხევა გადაარჩენს საქართველოს. მადლობა ღმერთს და წმინდა ნინოს რომ მე რგოწილად რომ დამეწერა ეს უნიკალური ხატი წმინდა ნინოსი. წმინდა ნინოს მიმართ ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება, მოვინათლე წმინდა ნინოს ტაძარში, წმინდა ნინოს ხსენების დღეს. და ვთვლით, რომ ჩვენი ოჯახის მფარველია წმინდა ნინო, ასევე ჩემი ძმაც წმინდა ნინოს ხსენების დღეს მოინათლა, ჩემდაც ქვია ნინო და განსაკუთრებული მოკლედ დამოკიდებულება გვაქვს წმინდა ნინოს მიმართ. რაც შეეხება ხატს, არის ახალი ესკიზი, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელი სხვადასხვა ხატებიდან, წმინდა ნინოს ხატებიდან. ვნახე სხვადასხვა ფრესკები, ვიყავი ყაზბეგში და რამოდენიმე ტაძრებში, თვითონ რაც მასალები მოვიძიე და ვნახე ზოგი ინტერნეტში, ზოგი ისა და შევარჩიეთ ესეთი ფორმის ესეთი ესკიზი და ღვთის შეწევნით დაიწერა ეს ხატი და ვგრძნობდი იმ საოცარ შეწევნას უფლისგან. ერთხელ დამაკლა რაღაცა ტუმბო, რაღაც რაც მჭირდებოდა ხაწერისთვის და შემაფერხა, გამაჩერა ამან და იყო ესეთი სიზმარი მქონდა, რომ მესიზმრა რომ აი ეს აქა და აქ გაქვს ეს ისა და გამოიყენე ესა და გამომეღვიძა, მართლაც ვნახე ის ადგილი, სადაც ბალკონზე მქონდა ეს რაღაცა და
ანუ გაკვირვებული დარჩი მე თვითონ რომ ავდექი მე დავიწყე გავაგზელე ეს საქმე და რავი ღვთის შეწევნით ღვთის წყალობით დაიწერა ეს ხატი და ღმერთმა ხნას ხატზეც აწერია წარწერა რომ ამ ხატმა განანათლოს ეს სოფელი რომელიც სოფლისთვისაც დაიწერა და სრულიად საქართველოს და ღმერთმა ინებოს და წმინდა ნინომ მეც მქონდა ისეთი დამოკიდებულება რომ მე კი არ დამეწერა ეს ხატი არამედ სული წმინდის მადლით თვითონ გამოესახა თავისი სახე წმინდა ნინოს და ის წყალობა რაც სული წმინდის მადლით გადმოვიდა მაშინ საქართველოსზე კიდევ და კიდევ წმინდა ნინოს ლოცვით მისი მადლით რომ გაძლიერდეს ჩვენი ერი ჩვენი ქვეყანა მართლმადიდებლობაში და ეს არის ჩვენი ხსნა ერთადერთი გზა რითაც მოგვიყვანა დღემდე რამაც მოგვიყვანა დღემდე და ღმერთმა ინებოს რომ გაბრწყინვებულ და დიდებულ საქართველოში ეცხოვროთ ჩვენს მომავალ თაობას და მართლმადიდებლობას ეზეიმოს უკუნითი უკუნისამდე ამინ ცეკვისათვის სამსახურთა თანამოსაგრეობა ანდრიას ხადაგირის წარმართებულ და ქართულთა განმართველობის სულისაზღვის საქმიანობა ევედინ ქრისტეს სამეცნიერო შეწევა სულთა ჩვენთათვის Moisele Paupoli, Mamaridas Manichani Suli, Porcello, Sashmia, the Professor Tanjo Shinarian, David Review Palukan, Senepiro Garbazzolo, Andrias Kadagevisa Jarmatego, the Tartusa Garmanatego, Milisak Naro. Evedre Christus Amata, Evaleva Tuta Trentapis, Mosicori, Christe Sagana Morte.
ქალწულო ნინო ეშვები ჩრდილოეთით დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული ვით რკინა ხორასანის ჩვენ დანელებულნი და გულახდილები შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით ცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზევითგან გული ღვთისმშობელი ჩვენთვის ხომ უხვია ჯვარი გამოჭერი ვაზის ნასხლევითგან და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე ქალწულო ნინო ვიცით შენი ჯვარი ლხინია ლერწმების ტოტებს აიყრიან მეტი ახელებით როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით ქალწულო ნინო 1000 ჯერ გვენახე შენ გიალერსება დედული ვენახი ღვთიურანთებული ჩვენს მიწა სევნები სხვა როგორ ვიგულვოთ ახ შენი ნაცვალი ზვარში რომ გაივლი ჩაყურსულ მტევნების მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი შორითგან გიყურებსავს რომ აგაშოროს ხმალა მოღებული მზევაჟი ლაშარი ის არის ივერის მცველი და მზვერავი და ჯვარს ვაზისა წართმევს ვერავი ნათელო ნინო ვით მიწის ხნულები შენ წინ გადახსნილა ნაც ჩვენი გულები მო გადაგვიარე ბედს გადაურჩებით და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით დაო და დედაო ღვთისმშობლის დობილო ვარ ჩვენზე დამდობილი და შენი შენდობით არ გადავშენდებით წმინდა ნინო მობრძანდა სოფელ კალაურში და ზეგან დამბრძანებისთანავე მე თხოვე პირადად რომ კეთილი იყოს მისი მობრძანება სოფელ კალაურში და ამ ეკლესიის გამშვენება, გაკეთება ეს ყველაფერი არის თქვენი დამსახურება, რომ ესეთ მოწადინებულები ხართ კალაურის სოფელ კალაურის მრევლი და იმედია რომ ძალიან მალე აღდგება ეს ეკლესია მოუყვათ მოქმედებაში ღვთისმსახურება დადგება, მალე იკუთხება ეს ტაძარი, ღვთის შეწევნით რა თქმა უნდა და მკეთილი ადამიანების დახმარებითაც, რომელიც დღემდე აქამდე მოვიდა და ესე აი ესეთ ჩქარ ტემპში გაკეთდა და ეხლა მით უმეტეს რომ წმინდა ნინოს ხატი მობრძანდა თვით წმინდა ნინოს საფლავიდან ეს ძალიან დიდი სიწმინდე არის კახეთში 20 კულტა სწორი თელ კახეთს ფარველობს, თელ საქართველოს ფარველობს და თან მან ინება რომ კახეთში დარჩენილიყო. ყველა ვიცით მისი ისტორია რომ წმინდა ნინოს გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სული უფალს შეავედრა, მისი ცხედარი ვერ დაძრეს და ვერ წაიღეს. ან ინება რომ კახეთში უნდა დარჩენილიყო. და ჩვენთვისაც ძალიან კახელებისთვის ძალიან სასიხარულო არის რომ ესეთი დიდი სიწმინდე არის კახეთში და აი თვით იმ საფლავიდან მისი მადლი მიიღო ამ წმინდა ხატმა და მოგზაურდა სოფელ კალაურში და ეს
ეს მოვლენა შემთხვევითი არ არის, ეს ძალიან დიდი მოვლენა არის ამ სოფლისთვის, ამ ეკლესიისთვის. რომ ეს უფრო მეტი სიგეთე იქნება და მეტი შემოწირულობა იქნება, მეტი სიხარული იქნება და ამ ეკლესიის მალე გამშვენება და მალე გაკეთდება. მე ესე ვარ დარწმუნებული და ალბათ თქვენს. და თქვენ ყველას მოგილოცავთ აი ამ დიდ დღესასწაულს, ყველა მილოცეთ, რომ ეს თქვენ სოფელში ამოქმედეს ეკლესია და მოვიდეს მოსახური და იმსახუროს. ჩემი განწყობა დღევანდელი დღისათვის გადიერად გვწნობ თავს, რომ დღეს ჩვენი სოფლის კალაურისა დიდი დღესასწაულია. რამის საუკუნე დასრულდა, რაც ესე იგი უმოქმედო იყო ჩვენი წმინდა ნინოს ტაძარი. და აი დღეს ეს ბედნიერებაც მოვიდა ჩვენ სოფელს, რომ დღეს წმინდა ნინო მოგვიბრძანდა და ალბათ ამის შემდეგ ჩატარდება ყოველთვის ხოლმე შაბათ-კვირას ლოცვა დღესასწაულებზე. და ეს იქნება დიდი ბედნიერება კალაურის მოსახლეობისათვის, რომელიც ისე დიდად მოწყურებული არიან აი ამ წირვა ლოცვებსა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს მამალოდარის, რომელიც ამ ტაძარში დანიშნულებული გვქონდა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის და ხალხის თანადგომაც იქნება, რომ ეს ტაძარი რაც შეიძლება მალე აღდგეს. და წმინდა მამები ამბობენ, რომ ტაძრის კედლები გამოიყენება ერთადერთი მიზნით, რომ ახსოვდეს საიდუმლოთა საიდუმლო წმინდა უვის და ღვინის წმინდა სისხლად და ხორცად გარდაქცევა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ღვთისმშეწირული დედაღვთისმშობელის მეუღლებით და დედანინოს მეუღლებით ეს ისევ აღდგება და წერტილი დაესმება იმ საშინელებას, რაც არის ეკლესია არის დაანგრეული და იქ აღარ აღსრულება წირვა და ლოცვა. დიდი მოხარული ვართ მთლიანი კახეთი და მთლიანი საქართველო მერთმა მოგვანტროს, რომ წინსვლა ყოფილიყოს წმინდა ნინოს მობრძანებაში. გალობდეთ დიდსა ნინოსა სანადელსა და ყოვლადღებულსა ბრძენსა გადახსა მას სარწმუნოებისასა, რომელიმე ხარს ქრისტეს იმას უნდა ჩვენ დადვეს, იხარებდნენ ეკლესია შვილთა ქრისტეთანა კრეკვასა, დიდებულსა ნინოს ნეტარისასა და შემზადდნენ წყობრის სულიერი მაკებელი ქადაგისა, მოციქულისა და მახარებელისა ჩვენ და ქრისტეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის სოფლის მოსახლეობისთვის. ამ დღეს დიდი ხანია ველოდით, ყველანი ბედნიერები ვართ. ეს დიდი მადლი არის სოფლისთვის და უახლოეს მომავალში ეკლესიას ავამოქმედებთ ღვთის მადლით და წმინდა ნინოს შემობრძანების მადლით სოფელში. კალაურის ეკლესიის ბოლო მღვდელი ყოფილა მამა ალექსი უნაფროშვილი, ჩვენი დამსახურებული ექიმის ქეთინო ექიმის პაპა. და იგი აზიარებდა ხოლმე ჩემს მამა პაპას. პაპის ახლობლებს და მამა ჩემი 21 წელში ბოლოს ეზიარებოდა ხოლმე მასთან. და ესე იგი თითქმის 100 წელია რომ კალაურის ეკლესიაში აღარ ყოფილა წირვალოცა და საოცრად აღფრთოვანებულები ვართ და გახარებული ვართ. სიხარულზე მეტია ეს. ყველას ულოცავთ. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც აქ ძალიან აი აქამდე მოიყვანეს და ძალიან დიდი შრომა ჩანდეს. ეხლა მე გვარი სახელებით ვერ ჩამოთვლი, ძალიან ბევრი არიან და ალბათ დრო მოარო მე ამ ადამიანებს ყველას მოვიხსენიებ და ყველას თქვენ გაგასწროთ ვინ არიან და ვინ რა გააკეთა საერთოდ. მეთმა დაგლოცოთ, მეთმა აგაზრდებით.
მოვაგროვოთ ქართველების ესე გაძლიერებით და გამარჯვებით ჩვენი სიტუაცია მართლმადიდებლობაა ჩვენი წყნარადობაა ხო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამ წინაშე მტკიცეთ ვიდრეთ და ერთი ნაბიჯით არ დავახლებთ უკან